როგორც დედის განცდა შენი როგორია და არა როგორ ჟურნალისტი, აი ამას დავაკონკრეტებდი, რა არის ეს? ანუ აი ახალგაზრდებში უნდა გავააქტიუროთ, უნდა შემოვიტანოთ ტრადიციების, ოჯახური ფასეულობების, რაღაც ქართველობის ღირებულებები, რითი ხსნი, რითი ახსენი შენ ეს ყველაფერი და აი შენი შვილის მეგობრებს, შენ შვილს როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ, როცა ამ ტიპის განცხადებებს მოისმენენ ხელისუფლისგან? ერთადერთი რაც შემიძლია ზუსტად გითხრა, ინგა ეს გაუგებარი ენაა ჩემი შვილის თაობისთვის, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ საერთოდ არ ესმით. მე მგონია, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ ესმით, თუ რაზე ესაუბრებიან მათ. ეს ენა მათთვის გაუგებარია, განსაკუთრებით მარტის მოვლენების დროს გამოჩნდა ეს და რატომ ვერ გაიგო ეს ხელისუფლებამ ჩემთვის წარმოუდგენელი, არ ესმით ბავშვებს ეს ენა. გამეცინებოდა მართლა ჩვენ შვილებს რო არ ეხებოდეთ საქმე, ინგა დამეთანხმებ, მაგრამ მართლა აღარ არის სასაცილო. გეთანხმები აბსოლუტურად. ვაი, საცოდაო საქართველოს საით მიდიხარ.